მეგობრებო ეთერშია სოლო. დღეს ისეთი უცნაური დღე გვაქვს, იმიტომ რომ დღევანდელი ჩემი სტუმარი საერთოდ ნალექის საუბრი და საკმაოდ ცნობილი პიროვნება გახლავთ. მას უფრო იცნობთ, ასე ვთქვათ, რადიო ტალღიდან 106 და 4 FM და სახელით დავით ეული. რადიო ფსევდონიმი. საღამოშიდობისა ყველას. საღამოშიდობისა დავით, ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისათვის და დღეს ჩვენ გვექნება არა მარტო საუბარი, არა მარტო ლაივი, ანუ დავითი წარმოადგენს თავის ნამუშევრებს, რამდენიმე კომპოზიციას, ეს ახალი ალბათ რაღაცა ძველსაც გავეხსენებ და რაც ყველაზე მთავარია, გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში გვაქვს კიდევ პრემიერა, შენი პირველი კლიპია, ხო? პრინციპში პრემიერა დღეს შედგა პირველ სტერეოს ეთერში. კლიპი, რომელიც გაკეთდა გიორგი ლიფონოვს, არაჩვეულებრივი პიროვნების და არაჩვეულებრივი რეჟისორის და არაჩვეულებრივი ხედვის მქონე ხელოვანის დიდი მონაწილეობით კლიპს ასე ვთქვათ, ჰქვია ღამის სურვა, ისე როგორც სიმღერას, რომელიც ვთქვათ, რადიოსმენისთვის ვფიქრობ, რომ საკმაოდ არის ცნობილი. Ну, თავისთავად ახლა სანამ კლიპს გადაიღებდი, სიმღერა რადიოში დაცურავდა, ღამის ეთერში იქნებოდა თუ დღის ეთერში. მაინც ეს აირჩია შენი ამ კომპოზიციაზე გააკეთა, ხო, ფაქტობრივად პირველი ნამუშევარი. თუ ეს ლიფონოვას გადაწყვეტილება? არა, ეს მოხდა ესე, რომ პრინციპში ესეთი სტუდიური დასრულებული სახით, ხო, რაც არ უნდა თქვა, ესე იყოს. მე მხოლოდ ეს სიმღერა მაქვს. ну კიდე კი რაღაცები ჩაწერილი კი მაქვს, მაგრამ ის უფრო ისეთია და უფრო ჯერჯერობით მასალა. პრინციპში ხო. საწევისთან ну ამ სიმღერის ჩაწერას საკმაოდ ისეთი კარგი წინასიტყვაობა აქვს და თუ არ დაუხლით მაყურებელს მოგვიდა. საინტერესოა. ну ხო, პრინციპში მე დიდი ხანია სიმღერებს წერ, მაგრამ ესე როგორც ესეთი რომ ვთქვათ, ჩანაწერი არ მქონია და მოხდა ისე, რომ შაშან ზაფხულს ხოთა შორის ძალიან შემოწუხა იმ აზრმა, რომ ეს სიმღერა გაჩნდა და უნდა ჩამეწერო. ამ დროს გიგამოვიდა მიქაბერდი ჩემთან და მე ვთქვა ესეთი სამოხს რა იდეა თქვა და შენთან ხო არ ვცადო თქო, მაშინ გიგა სახში მუშაობდა ესე როგორც ახლა. და პრინციპში ცოტათი მანაც დამქოქა და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ხრივ ესე როგორც თქვა. არანჟირების ხრივ ამ სიმღერის შექმნაში. მე წავიგეთ ეს ჩანაწერი მიფასის სტუდიაში, სადაც ასე ჩემი მეგობრები ყველგან ყავს. ხო, ეს სხვათაშორის კარგია, რომ ეს მექანიზმი მუშაობს და არა, ისე და არავის არ ვაწუხებთ მე მგონი. გიორგი გვაჯელაძე, სადაც გახავთ თვითონ ასე მუსიკოსი და ხმის რეჟისორი, თბილისში და საქართველოში მე მგონი ერთ-ერთი ესეთი სტუდია, რომელიც ყველაზე გემრიელ და ხარისხიან ლაივ ჩანაწერს გაძლევს. აქ გაკეთდა თქვათ მაყურებელისთვის რომ უფრო ცხადი იყოს ნინო ქათამაძის ორივე ალბომი, რომელზედაც რუსები დაეცნენ. და რაც ყველაზე მთავარი კიდევ ნიკუშა კაჩაროვის ეს ალბომიც ახლა მზადდება, მე საქმის ხოლში ვარ. და მთელი ალბომი მე პირადად სიმართლე გითხრა, აი ჩემთვის ძალიან ისეთი ნიშანი იყო იმას მანიშნებელია, რომ სტუდიას აქვს ის ზალა, რომ გამოსცეს აი აბსოლუტურად მზა პროდუქტი. იმიტომ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში არა გვაქვს საქმე pop კულტურასთან. pop კულტურას სხვა სიტყვაზე, სხვა ამოცანა აქვს და ასე შემდეგ და როცა შეეხება სიტყვაზე ინსტრუმენტალს, იმის აჟღერება საერთოდ ინსტრუმენტის, მე რაღაცა ვოკალთან და ასე შემდეგ. ხო და ერთი მომენტი კიდე რომ ამ სიმღერამ ესე ცოტა ხანი სანამ დასრულდებოდა, ქობულეთშიც იმოგზაურა, ეს წავიდა და იქ ზღვისის ყველაფერი აკრიფა. თევზივით სიმღერა, ხო ესე და მე აკრიფა ეს ყველაფერი და მე ჩამოვიდა დამთავრდა. მე საქმეებით არ დამთავრებულა, მე გადავწყვეტ კლიპი გავუკეთებინა. ამ დროს ესე მოხდა რომ მე გიორგი ლიფონოვას შევხვდი, თუმცა მე სულ მაქვს ახლა ის აზრი, რომ მე ამ ადამიანს დიდი ხანია ვიცნობ. ну ეს მუშაობის პროცესშიც კიდე რაღაცები აზრების თანხმედრა იყო ძალიან ისეთი, რომ ხوار დავანებოთ ამ საქმის თავი. და მოკლედ ავიღეთ მოგეხსენებათ, რომ ამ სიმღერაში ჩემი მეგობრის დადუს ვოკალიც ფიგურირებს და
კლიპს პრინციპში თელეფონად მიყვება დადუს ფოტოები, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას გადაღებული. ნუ რამოდენიმე 1-3 ფოტო ჩემიც არის. და აი ესე გადავიღეთ, ოპერატორი იყო დათო ჩიხლაძე, ჩეკი. ბაკურის კლიპის ოპერატორის და რეჟისორის ჩეკი იყო და გიორგი ჟიფონავა. ნუ ჩემ კიდე გვაქვს დრო და როცა მივახლოვდებით ასე ვთქვათ, ხო, კლიპს მე მესმის, რომ შენ გეჩქარება გინდა რომ კიდევ ერთხელ დატრიალდეს. სხვათა შორის მე ჯერ ნანახი არ მაქვს, მე სპეციალურად არ უყურებ ხოლმე. იმიტომ რომ იცი რატო, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულ სოლიდარობას უწევ მაყურებელს. მე მინდა აი ზუსტად მათთან ერთად პირველად ვნახო, ვიხილო, ასე ვთქვათ და ვისიამოვნო, მით უმეტეს შენ ჩემი არა მარტო კოლეგა ხარ, მეგობარიც ხარ, თავისთავად ეხა ჩემს და მაყურებელს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, მე უფრო ღელა ვიდრე ისინი. ხოლო სანამ ასე ვთქვათ ნობათა ღელვა წინვარებს ჩვენს ეთერში, მოდით ვნახოთ სოლო ბიოგრაფია ჟორა პირდაპირ ეთერში. დავით ჟორჟოლაძე, იგივე ჟორა, იგივე დავით ეული. დაიბადა თბილისში 1972 წლის 17 აპრილს. დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი, მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერობის ასაკში სწავლას ძალიან აპროტესტებდა. დადიოდა ვირსალადის სახელობის საბავშვო ანსამბლ ათინათში, სადაც გიტარაზე უკრავდა. პარალელურად მღეროდა ხალხური სიმღერების გუნდში საირმულა. მოკლედ ბავშვობის და თინეიჯერობის წლებში დავითს უკვე მყარი საფუძველი ჰქონდა შემზადებული იმისთვის, რომ მომავალში მუსიკოსი გამხდარიყო. ამ იდეის განხორციელება მან სკოლის ასაკიდანვე დაიწყო. თავის სამ მეგობართან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი LDZ. ეს აბრევიატურა ჯგუფის წევრების ინიციალებს აღნიშნავდა. თავდაპირველად ლევანი, ესტატე, დათო და ზურა ბითლსის რეპერტუარს უკრავდნენ. გამოდიოდნენ სხვადასხვა კონცერტებზე და ხშირად სტუმრობდნენ ქავთარაძის ქუჩაზე არსებულ სარდაფს, სადაც იმ პერიოდის ეგრეთ წოდებული ანდერგრაუნდის მუსიკოსები იკრიბებოდნენ. მოგვიანებით ოთხეულმა ორიგინალური მუსიკის შექმნაც დაიწყო. თუმცა ასაკთან ერთად წევრების ინტერესებით შეიცვალა და ჯგუფი დაიშალა. ამ პერიოდიდან დავითეულმა ეულად განაგრძო მუსიკალურ სივრცეში სვლა. ის თვითონ წერდა სიმღერებს და ასრულებდა კიდეც სხვადასხვა ანდერგრაუნდულ ტუსოვკებზე. პირველად ფართო მასებმა დავითი მეორე არხის გადაცემა ცოცხალში ნახეს, სადაც შეასრულა სიმღერა მაისის ბლუზი, ჩემი გიტარა ეწევა სიგარას. სხვათა შორის ეს სიმღერა ძალიან მალე ძალიან პოპულარული გახდა. 1995 წელს დავითი პირველ რადიოში იწყებს მუშაობას, მუსიკალურ წამყვანად. სწორედ მაშინ აიღო მან რადიო ეთერისთვის ფსევდონიმი დავით ეული. იმ პერიოდში თბილისში სულ 3 რადიო სადგური არსებობდა და აქედან მხოლოდ ერთი პირველი რადიო ახერხებდა ქართული მუსიკალური პროდუქციის ეთერით გაშვებას. ეს რა თქმა უნდა დავით ეულის მონდომებით ხდებოდა. ნელ-ნელა ის აქტიურად ჩაება რადიო საქმიანობაში. მისი ინიციატივით მოეწყო პირველი რადიო ლაივი საქართველოში. 1996 წლიდან დათო მუშაობს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ამჟამად ის პირველი რადიოს პროგრამების დირექტორია. რადიოში მოღვაწეობის 10 წლიანი სტაჟის მქონე დავით ეულმა ძალები მოსინჯა საპროდიუსერო საქმიანობაშიც. თუმცა კონკრეტული შემსრულებლების პროდიუსერის ამპლუაში ძალიან ცოტა ხანი იყო. მის მიერ აყვანილმა პირველმა ჯგუფმა სფინქსმა დათოსთვის არც თუ ისე საინტერესო მიმართულება აირჩია. ამის შემდეგ დათო ერთჯერად ღონისძიებებს უწევდა პროდიუსირებას. მან მოაწყო კლუბ ელიტაში გიგა მიხაბერიძის და ქეთი ფარესაშვილის კონცერტი. ასევე რამდენიმე დისკოთეკას გაუწია ორგანიზება. გარდა ამისა, დათო ენერგიულად ებმებოდა სხვადასხვა ფესტივალებისა და ღონისძიებების მოწყობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელშიც ის მონაწილეობდა, პირველი რადიოს ინიციატივით 1999 წელს ბავშვთა დაცვის დღეზე მოწყობილი აქცია იყო. სახელწოდებით ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ. ამ დღეს რადიო ეთერით გამოვიდა ყველა ქართული ლაივ ჯგუფი, ხოლო საღამოს ვაკის პარკში პოპ შემსრულებლების კონცერტი გაიმართა. საზოგადოებრივი პრობლემებით დაკავებულ დათოს საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის დრო აღარ რჩებოდა. ასე რომ მას დღემდე 2 სოლო კონცერტი აქვს გამართული, ხოლო 2 სიმღერა აქვს ჩაწერილი და გადაღებული აქვს 1 კლიპი. დათოს დაპირებით მალე გაყიდვაში გამოვა მისი მაქსი სინგლი, სადაც 4 აუდიო ტრეკი და 1 ვიდეო კლიპი შევა. და ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, ეთერშია სოლო, როგორც შეიტყვეთ სოლო ბიოგრაფიიდან, დღეს თუმრად მყავს დავით ეული, იგივე ჟორა, იგივე დავით ჟოლაძე.
ჩემთვის აი ხა ვფიქრობდი ახლა მაინც უფრო ჟორა ხარ თუ ხან ასე გეძახი, მაგრამ მაინც დავითეული, იმიტომ რომ მე ესე გაგიცანი შენ ეთერიდან და სხვათა შორის სანამ საერთოდ გავიგებდი რა ადამიანი იყავი, რა მუსიკას ქმნიდი და საერთოდ ქმნიდი თუ არა, რა თქმა უნდა მე უსმენდი ერთადერთი ადამიანი, აი ეს ნამდვილად მთელი პასუხისგებლად ძალიან გულახდილად მინდა ვთქვა, FM სივრცეში, მართლა მაშინ 3 რადიოსადგური იყო, მეც იმ პერიოდში რადიოსადგურში მუშაობდი და რა თქმა უნდა მაინტერესებდა თუ რა ხდებოდა სხვა რადიოსადგურებში, მაგრამ ერთადერთი იყო, ვისაც თავიდან ბოლომდე უსმენდი, ეს იყო დავით ეული. ჯერ ალბათ დავიწყოთ მაინც იქიდან, დავით სიმღერამდე მივაქვს, მაგრამ მე მაინც მსურს რომ აი ეს რადიო პერიოდი, ის მართლაც არაჩვეულებრივია, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მით უმეტეს რომ იმ პერიოდში თვითონ არც ქალაქი, არც ქვეყანა არ იყო მაინც ისეთ უფრო უარეს მდგომარეობაში იყო ვიდრე დღეს, მაგრამ აი რადიო მუშაობდა ალბათ ერთ-ერთი ალბათ საუკეთესო წლები იყო. ყოველ შემთხვევაში მე ესე მგონია, შენ კი რა თქმა უნდა, ეს პერიოდი იყო, რა ვიცი, ვიც ამ პერიოდს მოესწრო მუშაობას, რაღაც გაჭირვებას, ეს გაჭირვება თან ხალხს უფრო აერთიანებდა მაშინ ვიდრე ეს. და ამ პერიოდში გამოჩნდა ის მომენტი, რაც არის ის მოვლენა, რაც არის საერთოდ FM რადიო. ანუ შენ თუ სადმე რაღაცა გაკლია, აქედან ღებულობ რა. მე ესე უყურებ დღემდე რადიოს დანიშნულებას და აი დღეს თუ ასრულებს თავის ფუნქციას პრინციპში რადიო აი ისე სიტყვაზე მაქსიმალურად თუ გამოხატავს თავის თავს, როგორც ამასაკეთებდა ადრე. ну, პრინციპში ბუნებრივია რომ რაღაცები იცვლება ქვეყანაში და თითეული ამ საზოგადოების შემადგენელი ნაწილი თქვათ თავის საქმიანობით ცდილობს რომ ამ პროცესებს დაეწიოს. მოხდა ისეთი რაღაცა რომ ყველა გაიქცა კომერციისკენ. ანუ იმისკენ რომ თქვათ მეტი კომერციალიზაცია მოხდარიყო თითოეულ სფეროში. და მე როგორც უყურებ ახლა არც ის მოხდა და ის უშუალობის და ის ბუნებრივობის მომენტიც ცოტა დაიკარგა. არ ვიცი რამდენად გასაგებია. ხო, ძალიან ცოტა ისე სინთეტიკური გახდა, იმიტომ რომ მე ერთ პერიოდი კომპიუტერიზაციამაც ძალიან სინთეტიკური გახადა საერთოდ რადიო მაუწყებლობა, მაგრამ ნუ მადლობა ღმერთს კიდევ არსებობს რადიოსადგურები, რომლებიც ასე ვთქვათ, ცოცხლად მუშაობენ, ანუ DJ-ები აი ესე ცოცხლად მიქსავენ, ხო, იღებენ CD-ს, იქიდან ირჩევენ ტრეკს, აუცილებლად უყურებენ რომ ინტროზე რამდენი წამი არის მოცემული, ფინალში ანუ როგორ შევიდეს ტექსტია. ხო, შემადგენელი ნაწილი არის. მაგრამ მაინც რაღაც ისე მეჩვენება, იცი რა შეასაქმე თითქოს აი ამ კომერციის თავისთავად ახლა ეს ძალიან ნორმალური მომენტია, როცა ახლა რადიოსადგურს რაღაცაზე უნდა იცხოვროს. ამ კომერციის ძიებამ წარმოშვა კიდე სხვა სტრუქტურა, რადიო მოსასმენად გახდა ძალიან არასაინტერესო, აი ესეთ мотивация არ აქვს, ფაქტიურად აი რატო. ფაქტიურად მუსიკა გადის თითქმის ყველგან ერთი და იგივე და მოწოდების მანერაც აბსოლუტურად არ არის განსხვავებული. ჩვენ ძალიან ხშირად სკეპტიკურად უყურებთ სხვა ქვეყნებს, მაგრამ იგივე აი მეზობელ ქვეყნებში აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატებია კი არა, ისეთ საინტერესო მოვლენები ხდება და ხوار გეგმავთ, ხوار ფიქრობთ, აი მაგალითად აი ამ სოლო ბიოგრაფიიდანაც კარგად ჩანს, შენ ძალიან ბევრ საქმეს კიდევდი ხელს, ძალიან ბევრი ფესტივალები იყო, იქ ლაივ კონცერტები ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი გადადა განზე თუ როგორ? ну, დამოუკიდებლად არსებობა რადიო კომპანიისთვის ძალიან რთულია და აქედან გამომდინარე ჩვენ ვხვდებით რაღაც სირთულეებს თან მithumet ბოლო პერიოდში და იმაზე რასაც თქვათ ჩვენ მართლა პირველები ვაკეთებთ ხოლმე ესე გარდამავალი დრო შესავით თქვათ გადადის ხოლმე სხვა რადიო კომპანიებში ну ისინი როგორ ახერხებენ და რას აკეთებენ იქ სხვა საუბრის თემა მაგრამ ჩვენ ვართ ოპტიმიზმის სავსე და ჯერა იმისა რომ ჩვენ ლელოს გავიტანთ. ძალიან კარგი. სანამ ლელოს გავიტანთ რეკლამაა ჩვენს ეთერში.
დაბადების დღე გაქვს? წვეულების გამართვა გინდა? ზეიმის მოწყობა გადაწყვიტე? უბრალოდ მოდი მაესტროს სადღესასწაულო კლუბში. მაესტროს სადღესასწაულო კლუბი, ბარათაშვილის 2-ში. გადაკით ყირაზე, მაესტროსთან ერთად. ჟურნალ სტერეოში წაიკითხავთ ექსკლუზივი ანრი ჯოხაძე ყაზახეთიდან გრან-პრით დაბრუნდა. უცნობის ჩვენებური სიმღერა ვარდების რევოლუცია და ოჯახური გართობა. რას უსმენს არ დაიდარდოს მუსიკალური ხელმძღვანელი. ქართული მოდის სიახლეები ვინ მიიღო გრან-პრით დიზაინერთა ფესტივალზე მეტეხში. ჟურნალში ასევე იხილავთ ქართული ვარსკვლავების პოსტერებს. ჟურნალი სტერეო ყველაზე გემოვნებიანი კითხვებისთვის. ახლა კი დრო დადგა რომ ნახოთ კლიპი. მე ყოველ შემთხვევაში პირველად გავაკეთებ ხა ბევრ ტელემაყურებელთან ერთად და რა ქვია ღამის ცურვა, ხო? ღამის ცურვა. ტექსტი შენი. ტექსტი მუსიკა. არანჟირებაში ცოტა გიგა დაგეხმარა, იქაბერიძე. ჩაწერილია გვაჯისთან. გადაღებულია ლიფონავას და ჩეკის მიერ. და კიდევ ბევრი დადუს ბევრი ფოტოებია გამოყენებული, პლუს კიდევ შენი ზოგიერთი ფოტოებია და მე სხვათა შორის მომტეხე შენ კამპოტიდან, იმიტომ რომ მე მახსოვს მითხარი ერთი შენი ფოტოც მომეცი რომ ჩავსო, არა უშო. იქ სხვა კლიპისთვის მინდა. ედერში ასწავლოთ უბრალოდ მეგობრებო და ნამდვილად მე ძალიან მეჩქარება და მსურს ახლა თქვენთან ერთად ვნახო ვიდეო. პირველი ვიდეო დავითეულის ღამის ცურვა. ჩეგით.
მინდა გითხრა რომ ძალიან მომეწონა რაც ყველაზე მთავარი აქ კლიპს აქ განწყობილება ანუ ბოლომდე გაჩვენებს იმას რისი თქმაც სურდა შემსრულებელს ავტორს ხო და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენი აზრები რო არ გაიყოს ან შევამოწმოთ აი გაიყო თუ არა საბოლოო ჯამში აი თავისთავად რა თქმა უნდა განაცხადია როცა გაგაკ ამზეურებს შენ რომელიმე ნამუშევარს ეს ერთგვარი განაცხადია და შენ მაინც რას თვლი აი რისი თქმა აქვს სურდა და საერთოდ რა სტილში უგრა რა ქვია ხო სტილი სურათ ასე ვთქვათ ის რაც მე გამიკეთებია რომ მივყვეთ ხო იქ ბევრია რა სხვა რაღაცები რა პრინციპში და კონკრეტულად ამ სიმღერას რაც შეეხება ნუ არ ვიცი ხო მაგათაც რთულია არ ვიცი რაღაც ბევრისთვის ეხლა რო ისმენდნენ რა სამ კლიპი იქნებოდა რა რო ისმენდნენ ბევრი chill out რაღაც ესეთი ის კონდა რა ქვია ახსნა თუ განმარტება ამ სტილს და ნუ სხვადასხვა კიდევ ვიღაცებს ადარებდნენ ახლა ვერ გავიგე სხვადასხვა ვთქვათ ახლა ჩემ ადამიანს რომ გრებენში გსკავსო მათი ვიღაცა მითხრა yellow-ს გსკავსო ვიღაცა ვთქვათ ნუ ახლა რაღაცა ვიღაცას ყოველთვის გავს რა თქმა უნდა მაგის გარეშე მით უმეტეს როცა ჩვენ საუბრობთ როკ მუსიკაზე ხო არა ისედაც ახლა უნებრივია რომ სიტყვებს ერთნაირს ლაპარაკობთ ჩვენ აბსოლუტურად ყველა უბრალოდ განწყობა და გზნობა მოდის ამ შეიძლება არ თქვა მაინც რაღაც ინტონაციაში და ჩვენ გვექნება ახლა ცოტა ხანში კიდევ ერთი ფანხულიგანი ესეთ რომელსაც მე ძალიან ველოდები რომ მაინტერესებს ძალიან გაინტერესებს ფათაშორის ყველას ეგ გაინტერესებს ანუ რას ფიქრობენ მასზე მეგობრები ხო და მით უმეტეს როცა ეს ძალიან საინტერესოა მით უმეტეს იმიტომ რომ ეს რაღაც ერთგვარ იუმორში ხდება ხო აბა ვინ როგორ ქაჩავს ასე ვთქვათ იუმორს ახლა ვნახავთ ფანხულიგანია ბილევი ეთერში ჟორას ახასიათებს ეს underground-ის ზალა და ჟორას აშიშია. ჟორა არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ესეთი რამის გაკეთება, რასაც წინასწარ ვერ განსაზღვრო ვერანაირად. ბევრჯერ რაღაც შარებში წახეულა მაგის გამო. რამდენიმე შუშაა დამტრეული სტუდიაში ისტორიულად ჟორას გადარევის პერიოდში და ამის მიუხედავად ეს კაცი დარჩა რადიოში სამსახურში. კონცერტის დროს ხო თითქოს ყველაფერი მოფიქრებული აქვს. იცის თანმიმდევრობა რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა გააკეთოს. რამოდენიმე გიტარა აქვს დამტრეული კონცერტზე ჟორას მეთაურობით წესრიგის გამცველების ზურგებზე. რომელსაც არ მოეწონა ეს მაგის სიმართლე და მაგის ეგონა რომ რაღაცას აშავებდა, არაფერს არ აშავებდა, უბრალოდ ვღეროდა. ხატვა შეუძლია. კონცერტზე გამოვიდა დახატული. ის რაც ახალია, ის არ არის ეს რომ იმას ზებრა უყვარს ან ცხოველები უყვარს, ახლა პრინციპში ცხოველები ესედაც უყვარს ჟორას. ხო, რაღაც თევზებთან დაკავშირებით გამიგია. ერთხელ ეს შინაურ თევზებსაც ზეთკი მასახნა რა გაიწია ასე ვთქვათ რა შედეგი ენათქს ნუ პული გაუთავდა თუ არ ქონდა და მოკლედ მაგრად რომ მოშივდა რაღაც ეს თევზები შეჭარმა ვერ გამოაცხოს სიმღერა რა სექტემბრის დილით აკვარიუმს მიღვა ტელეფონი ელის ზარს და ასე შემდეგ ჟორას ანა უგრძნობს ლაივს ყოველთვის უნდა რომ იყოს ცოცხალი მე მგონი სწორი გადაწყვეტილება და ასრულებს კიდევ თავის პირველ ჩვენებას ერთხელ ჩანგლით შეასრულა თავის საყვარელი სიმღერა ჩვენი მეგობრის გიტარაზე და ის გიტარას დღესაც აჩნევია ჩანგლის კვალი ჟორამ მასებისთვის უკრავს და ამღერეს რა გიტარა ესე უჭირავს ყოველთვის თავი გვერდზე აქვს და პირველი რაც მახსენდება ძალიან არასპორტული. საყვარელი სპორტი არის ჩემი აზრით ბოთლების როლა, იმიტომ რომ კარგად გამოსვლის ძალიან რა. კაი რაღაცებს აძრობდა ხოლმე ყოველთვის რა, არ ღალატობდა ისა. გრძნობა იუმორის. პრინციპში როგორც რაღაც underground-დან ამოსული ვულკანური ხასიათის წარმომადგენელი შეუძლია იყოს
ძალიან თბილი, როდესაც თქვა ელაპარაკები რაღაც პრობლემურზე და ცდილობს ყველანაირად ეს პრობლემის არსი გაიგოს და გვერდში დაგიდგეს ადამიანს. ერთ კარგ წიგნს დაწერდა კაცი მოკლის მოკვირვებაზე და მაგის ცხოვრებაზე ვაფშე ისედაც თავიდან ბოლომდე. ინტერესოა, შენ თუ გიფიქრია იმაზე, რომ აი ციგნი გამოგეკორნებინა. დაგეწერა. ნუ არ ვიცი საკუთარ თავზე, ან საკუთარი პოეზია, ან არა, ხო, საკუთარ თავზე მე პრინციპში აი რო გითხრათ ციგნი რა არის, რომ რაღაცა წერია ისტორია, ხო, რაღაცა მოხდა, რაღაცა ხო, არა, აი ესეთი, ნუ აი ამ ტიპის იმას გულისხმობს. იგივე თქვა ფოტოები, ხო, მე ძალიან ცოტა ფოტოები მაქვს. ანუ არ იგივე თქვა რაღაცა მასალები, რაც დაფიქსირებულია, ხო, თქვა, იქ თქვა ცოცხალში გამოსულა რაღაცადაც გამოსულა რაღაცა. ესენი მე არაფერი არ მაქვს რა. იმიტომ რომ თქვი რომ ესე უნდა იყოს. რა მე ამ გადაცემასაც არ გადავიწერე. ხო, სხვათა შორის არც მე არ. ხო, ეს აი ესეთი მეც არ მახასიათებს. ხო, ეს არ არის. ეს შეგროვების ხო, ჯერ ესეთი ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება აი ბესოხვედელიძეს შეუძლია დაწეროს. შენზეც. საერთოდ ბესოს შენზეც შეუძლია დაწეროს. ხო, მე დამბირდა რომ ერთ რომანს ხო მოგიძღვნიო და რა ვიცი ნახე. ნუ დაველოდოთ და ალბათ დაველოდებით კიდევ იმ მომენტს რა კი შენ უფრო ისეთი ხელოვნების მოტრფიალი ხარ, რომელიც სიტყვაზე აი დროში და სივრცეში იკარგება. ნუ იკარგება როგორ, არასოდეს არაფერი არ იკარგება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ისეთი ფუნდამენტალური ისინი არ არის, ხო, რაღაც აი ხუშაზე როგორ შეიძლება თქვა რომ დაიკარგა. ხო. ერთი სოფისტური სარაკი მოგიტანე. აჰა. ქვიშამ გამახსენა რა. ხო. არის შეიძლება შენც მე ამოვიკითხე ამდენიმე ხნის წინ რა. ადამიანი თან რაღაც ესე ვიზამთრო. აქ რა შეძებო და იქ ბნელაო და აქ სინათლე არისო და აქ მაინც მოგშანსი რაიმე ვიპოვო. ეს მოკლე. როდის ველოდოთ რაიმე ისეთ live კონცერტს პატარა აი ესეთ კამერით შენ გახასიათებს და სხვათა შორის სულ სააღნიშნო რომ აი ესე ნუ მე ერთ შეხვედრაზე ვიყავი ხოლმე შენ კონცერტზე სარდაფში რომ ჩატარდა ძალიან ისეთი პუბლიკის და მუსიკოსის ისე თანხმედრა იყო იქ აბსოლუტური გაზიარება ხდებოდა იმ ტექსტის, დამოკიდებულების, გრძნობის, იმიტომ რომ პატარა იყო, პატარა სივრცეა და აქცენტი არ არის იმაზე გაკეთებული, რომ სიტყვაზე ვიღაცა იცეკვებს ან უბრალოდ გაერთობა, ხო? იყო რაღაცა მესიჯი შენგან, რომელიც პუბლიკა ამუშავებდა და გიბრუნებდა შენ. თავისთავად ეს ერთხელ რო კარგად გამოგდის, მერე გიჩნდება სურვილი რომ კიდევ ერთხელ ჩაატარო. ეს მართლაც ისეთი მომენტია რა, მით უმეტეს ახლა აი ვინაც რადიო საქმეებით, ვინაც სხვა რაღაც საქმეებით რო ვარ დაკავებული, ეს მაინც არ მასვენებს რა. რა თქმა უნდა. და ამის შედეგი იყო ის, რომ თქვა 2000 წელს გავაკეთე პირველი ესეთი აკუსტიკური სოლო, რასაც ქვია რა. ლაივი თეატრალურ სარდაფში და შემდეგ 2 წლის შემდეგ ისევ იმ ადგილას რა. იმიტომ რომ მართლა მე კონცერტზე ვთქვი რომ ეს მართლა რაღაც თბილისის სივრცეა რა ჩემთვის რა. ხო, თავისი ფერით, თავისი განწყობილებით, ნუ აი ადგილსაც მე ვაკვირდები რა ხო დრო და დიდი ხანია რომ ადგილსაც აქვს მნიშვნელობა იქ რა ემოცია ტრიალებს, ვინც რა აქვს დატოვებული რომ იქ თუ რაღაც ისეთი იპარება, მე შენ უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა გჭირდება, რომ იქიდან ჯერის განდევნო, სუმოისტების ბრძოლის წინ მარილს რო ყრიან. ბოროტის სულების განსადევნად.
ექსორციზმი. კარგი, აბა გვაქვს ახლა საშუალება პირველს რა შეგვისრულებ რა არის? თევზებზე იყო აქ საუბარი. თევზებზე იყო საუბარი. და მე ახლა სახალხო განვაცხადებ, რომ ახლა რას მაბრალებენ მამუკა, არ ვიცი, მე შენც მოგიყევი, რომ მაბრალებენ აკვარიუმის თევზების შეგვიძლია განადგურებას. ეს არ იყო აკვარიუმის თევზები, ეს იყო კარასები, ძალიან ესეთი ცოცხალი თევზები, რომლებიც ახასიათებთ ისება, რომ თქვა შეიძლება ახლა მართლაც მეზობელმა დაიჭირა სადღაც ჩამოიტანა ატარა მთელი გზა და მომიტანა და თევზი დახტუნავდნენ რა. ხო. და რომელიც ყველაზე ესეთი ცოცხალი იყო, ისინი ჩავყარა და ბუნებრივი ახლა კარასი ბოლო დანიშნულება ისაა, რომ შეიწვას, ხო? ახლა თითქოს აკვარიუმში ვერ გაჩერდება. ანუ შეიძლება სხვა მეთოდისთვისაც ასე ვთქვათ, მაგრამ პრინციპში შეცვას ისე დროული იყო იმ დროს. ესე იგი სიმღერა თევზებზე, თუ? მე მოთ ეგრე იყოს. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ეს პირველი სიმღერათაგანი, რომელიც არ ვიცი, რომელმაც პრინციპში მომენტის მთელი განწყობა სულად იმასა. ანუ ეს ფაქტობრივად პირველი ბოლომდე დასრულებული სინგლია, რომელიც ლოკომოტივია დანარჩენების. თუ როგორ? დაახლოებით კი. იმიტომ რომ ჩვენ რო ჯგუფი ვყავდა, აქ იყო საუბარი მაგაზე. მე ჩვენ რო გადავედით რაღაც ჩვენი რაღაცების ჩვენი სიმღერების კეთებაზე და დაკვრაზე პრინციპში უკვე მარტო რაც დავიწყე რაღაცების კეთება ერთ-ერთი პირველი ეს იყო. არა, პრინციპში პირველი ეს იყო. საეთერო დრო თვითონ სტუდია, პულტი, მიკროფონი, მიქსერი და ეს ყველაფერი არ გენატრება
თუ რაღაც ისა გაქვს, ასე ვთქვათ, ლირიული გაქცევა. ლირიული რომკოს კიდე. არა, როგორ არ მენატრება, მე პრინციპში რადიოში მოვედი იმისით, რომ თქვა, აი დამჯდარი ყავი, ხო? და იმდენად გავითავისე, იმდენად ისეთი გახდა ეს 10 წელი ხდება, რომ რადიოში ვარ. აქედან მეტი წელი თქვა, აი მაგ სიტუაციაში მაქვს გატარებული, რასაც შენ მეუბნება. და მენატრება, ოკეი, მენატრება. უბრალოდ ვერ ვიცი. ალბათ, ну, ადრე თუ გვიან ისევ მოვისმენ ჩვენს პირადად ჩვენს შენი მონაწილეობით მუსიკალურ მიქსებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ახლა ჩვენ გვექნება ეთერში სოლო შტაბეჭდილება, როგორც შენ თავის დროზე, აი ვიღაც მუსიკოსმა ან პოეტმა საერთოდ პიროვნებამ შეზე შტაბეჭდილება ასე ვთქვათ დატოვა და პლუს გეხმარება კიდევ თვითრეალიზებაში, ასევე აკეთებს შენს ნებისმიერი RJ იგივე DJ, რომელიც მუშაობს ეთერში, რომელიც აწვდის ამ მუსიკას იმ კონკრეტულად შეიძლება იმ ადამიანისათვის იმ მომენტში, ხო, ეს გადამწყვეტიც იყოს. ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ თემას, მანამდე კი სოლო შტაბეჭდილება DJ ჟორასი. ნიკოლას ედვარდ კეივი, იგივე ნიკ კეივი 1957 წლის 22 სექტემბერს ავსტრალიის ქალაქ ვანგარატაში დაიბადა. თავისი მუსიკალური კარიერა მან 80-იანი წლების პირველ ნახევარში დაიწყო. ნიკ კეივი თავად წერდა და ასრულებდა საკუთარ კომპოზიციებს. მისი პირველი ჯგუფი, რომელსაც The Birthday Party ერქვა, სწორედ კეივის სიმღერების დამსახურებით გახდა ცნობილი. პოსტ-პანკის მოყვარულთა შორის The Birthday Party-ს განსაკუთრებული მუსიკა პოპულარობით სარგებლობდა. იმ პერიოდში კეივის მუსიკა დეპრესიული იყო, ხოლო თვითონ მუსიკოსი ძალადობასა და აგრესიაზე მღეროდა. პირველი ალბომი, რომლის საშუალებითაც ჯგუფის პოპულარობა ავსტრალიის საზღვრებსაც გასცა, 1991 წელს გამოიცა. დისკმა სახელწოდებით Prayers on Fire ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში კრიტიკოსებისა და მუსიკის მოყვარულთა დიდი მოწონება დაიმსახურა. საერთო ჯამში The Birthday Party-მ 3 ალბომი გამოუშვა და 1993 წელს დაიშალა. ამის შემდეგ კეივმა ჩამოაყალიბა ჯგუფი The Bad Seeds, რომელშიც თავისი ყოფილი ჯგუფის გიტარისტი ნიკ ჰარვი მიიწვია. კეივმა ისევ განაგრძო უცნაური მუსიკის წერა და ნელ-ნელა მისი შემოქმედება უფრო აზრიანი და რაფინირებულიც გახდა. პირველი ალბომი თავის ახალ ჯგუფთან ერთად კეივმა 1994 წელს გამოსცა. ეს იყო დისკი სახელწოდებით From Here to Eternity. ამის შემდეგ გამოდის ალბომი Kicking Against the Pricks, რომელიც მთლიანად ეგრეთ წოდებული ქავერებისგან შედგება და კეივის ორიგინალური შემსრულებლის სახელსაც უმკვიდრებს. 1986 წლიდან მუსიკოსი 2 წლიან პაუზას აკეთებს. ამ პერიოდში ხდება მისი პირველი გამოჩენა დიდ ეკრანზე მსახიობის სტატუსით. კეივი მონაწილეობას იღებს Wim Wenders-ის ფილმში სურვილის ფრთები. 1998 წელს კი კვლავ უბრუნდება მუსიკას ახალი ალბომი, რომლის სახელწოდებაა Turn to Prey. მომდევნო 2 წლის განმავლობაში მუსიკოსის შრომის უნარიანობა და პროდუქტიულობა იმატებს და ამის მიზეზად სახელდება ის, რომ მან ნარკოტიკების მოხმარებას დაანება თავი. 1999 წელს ის ლექსების, პიესებისა და პროზის ორ კრებულს უშვებს, ხოლო 1990 წელს კვლავ თანამშრომლობს კინემატოგრაფთან, ამჯერად კომპოზიტორის სტატუსით. იმავე 1990-ში კეივი უშვებს თავის ყველაზე წყნარ ალბომს, სახელწოდებით The Good Son. 1994 წლიდან კი უკვე ალტერნატიული როკის ერთ-ერთ წამყვან მუსიკოსად ითვლება. 1996 წელს კეივი უშვებს კრებულს Mother Ballads, რომელშიც შევიდა სიმღერები მკვლელობაზე. ეს არის კეივის ყველაზე კომერციული ალბომი, რომლიდანაც ყველაზე დიდი წარმატება მოიპოვა Kylie Minogue-თან ერთად შესრულებულმა სიმღერამ Where the Wild Roses Grow. დღეისათვის მუსიკოსის ბოლო ნამუშევარია No More Shall We Part, რომელიც მან თავის ჯგუფთან ერთად 2001 წელს გამოსცა. Of the roses that grew down the river, all bloody and wild. When he knocked on my door and entered the room, my trembling subsided in his sure embrace. He would be my first man, and with a careful hand, he wiped out the tears that ran down my face. They call me wild rose, but my name was Eliza Day. Why they call me that I do not know, for my name was Eliza.
აი სიმღერაც ალბათ ესეთი უნდა იყოს, რომ ყველას მოწონდეს. აი განსაკუთრებით აი ეს კომპოზიცია Kylie Minogue-თან. იმიტომ რომ ამ ალბომში მას PJ Harvey-დანაც არის შესრულებული და საერთოდ ის უფრო ის Botsman's Call ისიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ალბომია და ასე რომ ჩვენი გემოვნება სხვათა შორის ჩვენ გეგმავდით ადრე გსურდა რომ რაღაც ესეთ სოლოში წარმოგვედგინა ორი მუსიკოსი ჟორა წარმოადგენდა Nick Cave's და თავის favorite შემსრულებელს მე კიდე Tom Waits. Ну ფაქტობრივად ჩავთვალეთ რომ ჩვენ ეს რაღაცნაირად გავაკეთეთ, იმიტომ რომ ბოლო ერთ-ერთი ასე ვთქვათ უცხოური მასალა ბოლო კლიპი რაც გავიდა ჩვენს ეთერში, მაესტროს ეთერში, იმის შემდეგ რაც სიტყვაზე მაესტრომ თვითონ აკრძალა სიტყვაზე არალიცენზირებული მასალის ჩვენება იყო Tom Waits-ის Down Down Down. ახლა დავუბრუნდეთ კლავ შენ შემოქმედებაში, ჩვენ გვაქვს საშუალება კიდევ ორი კომპოზიცია მოვისმინოთ და სიტყვა ძალიან რო არ გაგვიგრძელდეს, მოდი პირდაპირ შევასრულოთ ჯერ ერთი, მერე გავისაუბროთ და დავასრულოთ კიდევ ერთი სიმღერით. რა იქნება ახლა? Qui t'entends, je te pense. Et toi, tu ne veux rien dire. Et ça me plaît. Comment ça me plaît.
მე პირადად სიმღერამ ძალიან წამიღო და საერთოდ დამავიწყდა რომ ეხა გადაცემაზე ვარ. და გადაცემა მიმყავს და რაღაც ისეთ კომენტარი უნდა გავუკეთო ყოველ შემთხვევაში იმათვისაც ცოტა ახლა შეგეშინდათ. შეგეშინდათ ნუ რაღაც. ეს ადრინდელი ნამუშევარია თუ არა ეს არის პრინციპში გამისულას მოყვას. გამისულას. მოყვა. ანუ ამ ამპლუაშია დანარჩენი. ფაქტიურად მთელი ალბომიც ხო, რომელზეც მუშაობ ახლა შენ. ეს პრინციპში ეს უფრო მზად ფორმით ხო მაქსი სინგლი რომელიც სცადება გამოსაცემად ცოტა ძალიან გამიჭიმა. ნუ ამას ქონდა რა თავის მიზეზები ვიდეოზე მუშაობა მე გვაჯის და მოუსლელობა და ასე ბავშვი შეეძინა და განსასახალოა მაგრამ ცოტა ეს საქმეები მას აქვს. აი ესეთ ვარიანტში იქნება ჩანაწერშიც თუ კიდე რაღაც პლუს რაღაც ის. არა ეს გამზადებული ესეთი აკუსტიკური ვარიანტი დაემატება ამას. ბაჯუსთან ერთად გაკეთებული drum and bass ვერსია სიმღერისა აკვენ სიმღერას. მინდა უმზირუნზეს. და ამ სიმღერის აკუსტიკური ვერსია. კიდე პლუს. და პლუს ვიდეო. პლუს ვიდეო. ნუ მოკლედ მთელი შრომით ფერხულში ხარ ახლა ჩამული. მე მსურს რომ გისურვო წარმატება, როგორც ნიჭიერ ადამიანს, როგორც ჩემს მეგობარს, როგორც არაჩვეულებრივ პიროვნებას, რომელმაც და საერთოდ რადიო სადგურს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომელიც დღესდღეობით კიდევ ინარჩუნებს აი მელოდიურობას და აი მართლა კიდე ღამის, კიდე დღის ეთერში აი აზრი აქვს, რომ ჩართო 106 და 4 FM-ზე დააყენო. დალღა, იმიტომ რომ რაღაც ერთგვარად გარანტირებული ხარ ყოველთვის მიიღებ ლამაზ დახვეწილ საინტერესო პროდუქტს, რომელსაც გთავაზობს ადი. დიდი მადლობა ჟორა. ჩვენ გადაცემის დრო აი ეს სწრაფად ამოიწურა. დიდი მადლობა, მე მსურს წარმატება გისურვო კიდევ ერთხელ და კიდე არაერთხელ შეხვედრილიყავით ჩვენთან სტუდიაში და საერთოდ ვისურვებდი რომ ძალიან ახლო მომავალში უკვე სცენაზეც გიხილო. და ბოლო კომპოზიციას დაგვიტოვებ ალბათ. ხო, რადგანაც ამ სიმღერაზეც ვისაუბრეთ. სიმღერა მინდა უმზირუნზეს. მაგრამ მე ხო ვფიქრობ რომელი ვერსია მას აქვს რა, იმიტომ რომ აი მე მანამდე დავამშვიდობები ტელემაყურებელს და შენ იფიქრე აი რომელი ვერსია შეესთავაზო ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით, გიტოვებთ დავით აულს, იგივე ჟორას, იგივე დავით ჯორჯოლაძეს, თავისი კომპოზიციით მინდა გუნზე რომ მზეს, მაგრამ ჯერ არ ვიცით რომელი ვერსია იქნება. ნუ ამას გაარკვევთ ახლა პირდაპირ ეთერში. ადიოს, შევხვდებით მალე.
მინდება თავს ჩაუკრავზე მაგთვალებში დავისველებ სულს მე არ ჩაგიგრავს და ვერ გასწავლი გზას მე შენთან ერთად ვსურს მე შენთან ერთად ვსურს მე შენთან ერთად ვსურს მე შენთან ერთად ვსურს დავიღო შუქუცას